კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დიდ ბოდიში მოგიხდით უღელას ვიჩქარე მაგვიანდებოდა მოკლედ მოსვლა და ამან ცოტა გული ამიჩქარა და გარკვეულწილად ამან გამოიწვია სუნთქვა ვეღარში იმას თქვენი შევაჩერი და ამიტომ შევწყვიტე თქვენთან გადაცემა. მოკლედ რაზე ჩემი კოლეგები გამოდიოდნენ ჩემ წინ და ვისმენდი რადიოში რეალურად ქურთულესი პრობლემების წინაშე ვართ სუღველანი ხო? ვინც ახლა ამ გადაცემას უყურებთ, ვინც არ უყურებს, ისინი გრძნობენ, ქვეყანაში ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ რითი ვხვდებით, მოკლედ იმას, რასაც მსოფლიოში ახალი წესრიგი ქვია. ხო, აი, ჩვენი ქვეყანა რითი ხვდება ამ სიტუაციას, როდესაც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე დალაგებული მსოფლიო იცვლება. ჩვენ ამას დიდი ხანია ვლაპარაკობდით, ამ ტელევიზიაში ხშირად მე მისაუბრია, ჩემს კოლეგებს ვსაუბრიათ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ფაქტობრივად ნატო, რომელიც შექმნილი იყო სწორედ მის საპირწონედ, გარკვეულწილად ას კარგავდა. ან მეორე მხარეა. მათი დაპირისპირება მიდიოდა ბოლო ფაზამდე. საბჭოთა კავშირის დაშლის მერე რასაკვირველია რუსეთი, რომელიც თავს თვლის, რომ ის არის სამართალ მემკვიდრე საბჭოთა კავშირისა, იმ ძალას რასაკვირველია ვეღარ წარმოადგენს, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა, მაგრამ ნათელია ყველასთვის, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავისი ტერიტორიით ქვეყანა. ну არა თუ ერთ-ერთი, არამედ ყველაზე დიდი. ამას რატო ვამბობ? ტრამპს როცა კითხეს ბოლო ის რაც იყო ხო, რომ კი მაგრამ რუსეთსო უნდა დაუждდე და მოელაპარაკო, უკიო. ყველაზე დიდი ქვეყანაო. თუ როგორ არ უნდა ველაპარაკო. ანუ რეალურად ის გზა, რომელიც იყო დაპირისპირებისა იმ ეტაპამდე, რომ რუსეთი ან უნდა გამხდარიყო დემოკრატიული ტიპის ქვეყანა, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად ეს მომენტია, ან მაშინ ამ ქვეყანაში გარკვეულწილად ის უნდა ყოფილიყო იმდენად სუსტი, რომ მას არ შეიქმნა საფრთხე დასავლური სამყაროსთვის. ეს იყო ამოცანა, რომელიც ფაქტობრივად აი მივიდა ბოლო წერტილამდე. უკრაინაში ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ იქ წყდება ეხლა როგორ გადალაგდება, როგორი ახალი მსოფლიო დაიბადება. და შანსია იმისი, რომ კარგი იყოს. აი ეს დაბადებას წინ უძღვის ყოველთვის ტკივილები. ასე იყო თითქმის ყველა საუკუნის დასაწყისში. განსაკუთრებით აი მე-20 საუკუნის დასაწყისში ორი მსოფლიო ომი. ხო, მე ნახევარზე ერთი დასაწყისში, მე ნახევარზე ორი მსოფლიო ომი და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ იმ სამყარომ, რომელსაც შეიძლება ესე დავარქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ნაწილი ათეისტები არიან და ფიქრობ მე რაშუაშია რელიგია, მაგრამ რელიგია მიმოქმედა და შეიქმნა დასავლური ტიპის სამყარო. ეს არის ფაქტობრივად შეიძლება ითქვას საქრისტიანოს სამყარო, სადაც დიდ როლს თამაშობენ მუსლიმები, იმიტომ რომ მათი ურთიერთობა ფაქტიურად შეიძლება ითქვას აი მე-7 საუკუნიდან ახალი ურთიერთობა ხდება იმ შეიძლება ითქვას არეალზე, რასაც თეთრი ცივილიზაცია ქვია. ამას რატო ვიძახი? აი აქ ხდება ეხლა ეს ცივილიზაცია ფაქტობრივად მსოფლიოს ალაგებდა. ეხლაც იგივე მდგომარეობა, ოღონდ მოთამაშეები უკვე შემოვიდნენ, მრავალპოლუსიანი გახდა. ნატო აქედან გამომდინარე იმ გაგებით, რეგაგებითაც ის შეიქმნა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და მასთან ერთად იმ ბანაკის წინააღმდეგ, ხო, ფაქტობრივად უკვე ახალ თამაშის წესებზე უნდა გადავიდეს. დამთავრდა ერთი ეტაპი, აი ეს ეტაპი, როცა ვიღაცებს ჰქონდათ იმისი განცდა, რომ ისინი შეძლებდნენ ამ ერთპოლუსიანი, ანუ დასავლური ამ კულტურის ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, ლიბერალური და მოიგო კიდევაც ხო ამ ნაწილმა. შეიძლება ითქვას, ხო, კაპიტალისტურ ყველაზე მეტი ეკონომიკა მათია, ყველაზე ძლიერი ჯარი მათ აყავთ და საპირწონე რაც იყო, ის დასუსტებული შედარებით, მაგრამ ახალი მოთამაშეებით, რომლებიც ეკონომიკები უკვე თანამედროვე მსოფლიო სწრაფად ვითარდება და ჩანს, რომ ამან
მოიტანა ის რომ რეალურად შანსები გააჩინა იმისი რომ არა მარტო ტექნოლოგიურმა განვითარებამ, არამედ ადამიანის ჰუმანიზაციამ მიაღწია იმ დონეს, რომ ახალ ეტაპზე გადასვლა მაქსიმალურად მშვიდობიანად მოხდეს. რთული, ასე ვთქვათ, იმ მშვიდობიანი როგორ არის გაქანებული ომებია ხო ყველგან, მაგრამ არა იქამდე მისვლით, რომ ის იარაღი, რომელიც ამ ტექნოლოგიამ შექმნა, რომელმაც ფაქტიურად ატომური იარაღი, ეს არის რეალურად დღეს მშვიდობის გარანტი. ანუ მისი გამოყენება რო არ უნდა მოხდეს, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. ვისაც აქვს ეს იარაღი და ვისაც არ აქვს. ვისაც არ აქვს, მით უმეტეს უნდა თანხმდებოდეს, იმიტომ რომ მქონდეს, შენც რაღაცა იმაში ხარ, ხო, მოთამაშე და რო არ გაგდა, მაინც ეძახი რომ ატომური ომი უნდა იყოს და ჯანზე ვერ ახარ. ხო, ერი როგორ შეიძლება ამას ფიქრობდეს, სახელმწიფო როგორ შეიძლება ამას ფიქრობდეს, რომ თქვათ ეს ომი, ანუ ყველა თანხმდებით რომ ეს არ უნდა იყოს, მაშინ როგორ უნდა მოილაპარაკონ. ხო, როგორ უნდა მოხდეს ეს მოლაპარაკება? სამართლიანობის მომენტი შემოვიდა. ტრამპი არ ამბობს, რომ უნდა მოიგოს ან უკრაინამ, ან რუსეთმა. ტრამპი ამბობს, მე მხარე არა ვარ. არა ვარ, უბრალოდ მხარე არ ვარ. ორ იმას შორის, დაპირისპირებას შორის, მე ვცდილობ ვიყო მომრიგებელი მხარე. მე წინა ჩემს გამოსვლებში ვეცადე, რომ ეს თეორია, აქამდე რომ მოვსულიყავი, ეს თეორია მომემზადებინა და ვამბობდი იმას, რომ რაღაცა ეტაპზე დადგება ის, რომ ადამიანები დაждდებიან და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები როგორი უნდა იყოს, გადაიხედება. აქამდე არსებობს ეს მექანიზმები, ხო? გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ინსტრუმენტი ამისა. დღემდე არსებობს ის ხუთეული, რომელსაც ქვია მთავარი ხმის უფლებით ვინც არიან მუდმივ მოქმედი წევრები, საინტერესო ხო მეორე მსოფლიო ომის მერე მონაწილეები. 3 დასავლური, ასე ვთქვათ, ცივილიზაციის ქვეყანა, 4 ასევე დასავლური ცივილიზაციის ქვეყანა, ოღონდ განსხვავებული მათგან, ფაქტი სახეზეა, საბჭოური სისტემა, კომუნისტური სისტემა განსხვავებული იყო ყველასგან. ამ სისტემამ ბევრი კარგიც მოიტანა, ბევრი ცუდიც მოიტანა, ისევ როგორც ნებისმიერმა, ცივილიზაციათა განვითარებას თუ შევხედავთ. და ეს მოდელი დაიშალა, ვერ ივარგა, მაგრამ არსებობს ჩინური მოდელი, რომელიც თავისებურია, საერთოდ განსხვავებული ცივილიზაცია და იმიტომ. ამ ცივილიზაციისგან განსხვავებული, ახლა რომელთაც ვლაპარაკობდი, მაგრამ თანდათანობით ეს ცივილიზაციები ერთმანეთთან ურთიერთობებში უკვე დაპირისპირებაში კი არა. ხო, რატომ უნდა იყოს დაპირისპირებები გავლილი ეტაპია და შანსია იმის, რომ დაპირისპირებები აღარ იყოს, ეკონომიკური დაპირისპირებაც ფორმა იყო. ეს არნიშნავს კონკურენციის არ ქონას, ოღონდ რეგულირებადი თუ არ გახდა ეს ყველაფერი, ხო? ეს უნდა ისწავლოს კაცობრიობამ და შევედით აქამდე. ანუ ამერიკა და რუსეთი რომ დაელაპარაკებენ და ეს ნორმალურად უნდა მიგვაჩნდეს. მათი დაპირისპირება, ხო, იმ გაგებით რომ, იცი რა, მათ დაპირისპირებაში ჩემი თავისუფლება უფრო მეტად იზრდება, ხო, ეს ეტაპები მთავრდება. ეხლა იწყება ახალი ეტაპი. სადაც პირიქით სამართლიანობამდე უნდა დავიდეს ყველაფერი. იმიტომ რომ ექსტრემალური სიტუაციას მე ადამიანები მიყავს, აი სულ პირველ, ასე ვთქვათ, იმ ფუნდამენტალურ შეთანხმებამდე. ჩვენ ფუნდამენტალურ შეთანხმებებს შიგნით ვერ ვახცევთ ქვეყანაში. ამიტომ რითი ვხვდებით, მსოფლიოში ეს წესები შემოდის. ზელენსკის ეუბნებიან, რომ არჩევნები უნდა ჩაატარო. იმიტომ რომ არის ხალხის განწყობებში შეიმჩნევა ეს პროპაგანდისტული ერთი მხარე, მეორე მხარე, ბუნებრივი ესე უნდა იყოს და ნებისმიერ ქვეყანაში ასე ხდებოდა ისტორიის განვითარების მანძილზე, რომ იქაც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოდი რა ჩხუბის მერე ხომ მაინც უნდა დავждდეთ და მოვილაპარაკოთ. და იქნება და შევწყვიტოთ რა ეს ჩხუბი და ესე დავილაპარაკოთ. ხო, არის ხო ეს ფრთა? ჩდება ეს ფრთა, გინდა თუ არ გინდა. მით უმეტეს თუ ხედავ რომ სოფლიოში და ჩანს კიდევა ზელენსკის განცხადებაში მესმის ფორმა შეიძლებოდა სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ მან თქვა, კი ბატონო, თქვენ ამბობთ რომ სამართლებრივად ჩავატარო არჩევნები, მე მზათა ვარ ჩავატარებ არჩევნებს, თუ რასაკურველია უსაფრთხოება იქნება დაცული, იმიტომ რომ არჩევნების ჩატარებას უსაფრთხოების დაცვა აუცილებლად ჭირდება. ანუ გარანტიები იქაც და ამას უკვე რუსეთი და ამერიკა გადაწყვეტს. ხო, ფაქტურად ესენი წყვეტენ სინამდვილეში. დანარჩენები მონაწილეები არიან, რასაკურველია სულ ყველა თავთავისი წილით ოღონდ. ჩვენც რაღაცა თამაში უნდა აღმოჩნდეთ აქ. იმიტომ რომ გვინდა თუ არ გვინდა, ეს თამაში მაინც იქნება. ოღონდ რითი შევხვდებით? რა გვეჭირება ხელში? ქვეყანაში დაპირისპირება, სადაც სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე ყველაფერი მისული. მარტივად გეტყვით რა, პატიმარი ყავს ალეკო ელისაშვილი, რომელიც გასამართლებული არ არის, ვიყენებული აქვს ბრალი და გასამართლდება ამ ბრალით. ყველა წინაპირობა ამისი არის
არ ვფიქრობ, რომ რამე შეიცვლება, ამ ბრალით გასამართლდება, რომ ტერორისტულ აქტ ჩადიოდა. ხო, ვინ არის ალეკო ელისაშვილი? ცნობადობის მხრივ ალეკო ელისაშვილის სახელს და გვარს რო ვამბობ, ამას გულისხმობ ცნობადობას, ალბათ 90%-იანი ცნობადობა ექნება. ეხლა ეს ადამიანი ვინ არის, ხო? ჩვენი გაგებით ვინ არის? პირველი რა მოგიტიპდება თავში. ხო, მე ესე უყურებ, მე ესე მახსოვს, არ ვიცი თქვენც ალბათ გემახსოვს, ჟურნალისტი იყო. ერთ-ერთ ტელეარხზე გადაცემა მიყავდა. როგორ მიყავდა, ხარისხი კარგი იყო, ცუდი იყო, მაგრამ ის ჟურნალისტია, რომელიც გახსოვს. ხო, უკვე ამას მიაღწია. კარგი, ცუდი ეს ცალკე თემაა, კაცო. მასეთ კრიტერიუმში ნებისმიერ ადამიანზე კარგი, ცუდი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ცნობადი სახეა და ვიცით დაახლოებით ვინ არის. მერე ხდება საკრებულოს წევრი. მანამდე იყრის მერობაზეც საკრებულოს წევრობის დროს უბრალოდ ერთად აყენებდა ამ ქარი ჩამოაყალიბა, ქალაქის ამბებში იყო ჩართული. იქ ფაქტობრივად ასე დაამახსოვრდა ხალხს, ალბათ მე ესე მახსოვს. კარგი, ცუდი იქაც კიდე გეუბნები კრიტერიუმების მეტი რა არის და რაღაცა უკარგიდან რაღაც უნდა არა გაფუჭებით და დანგრევით არაფერი არ დაუნგრევია. შეიძლება რაღაცები ვერ ააშენა, მაგრამ პრობლემატიკას აყენებდა. მე დეპუტატი ხდება პარლამენტის. იქ უკვე მუჭებზე იწყებს. იქაც ერთი მომენტები ქონდა. ხო, ახლა მე მე-9 კლასში უკვე ვფიქრობ, რომ აი მუჭებზე ყურებაზე რო გადადიხ საქმე რო იქამდე მიგდის, რომ ხანდახან ის დაგჭირდეს, რომ დარტყმა შემიძლია, ნიშნავს რომ რაღაცა კარგად ვერ წაიყვანა, იმიტომ რომ ეს არ უნდა გჭირდებოდეს და მე-9 კლასში მივხვდი ამას. და ნაკლებად ამ საქმეში ვფიქრობ, რომ ადამიანმა ეს უნდა აიცილოს. ისევე როგორც პოლიტიკაში პოლიტიკოსმა ჩხუბი ნიშნავს ომს. აქ რო ჩხუბობ შენს იმაში რა ქვია წრეში ხელისუფლებაში რომ მოხვიდე იქ შეიძლება აქ თუ მუშტს იქნებ იქ შეიძლება ატომური იარაღიც ისროლო ანუ იქამდე არ უნდა მიგიშვა გასაგებია მაგრამ ეს ადამიანი რა მიიყვანა აქამდე სასოწარკვეთა რა დღეში ვართ შეხედეთ რა მდგომარეობს სასამართლოს უკიდებდა ცეცხლს და არ იწვის ის სასამართლო არ იწვის ისე და ცეცხლი უნდა ეკიდოს მაინდა-მაინც რა მდგომარეობაც იქ არის არ იწვის კაცო მაინდა-მაინც ხანძარი და ბოლი ეს ხო ამის ნიშანია ოპერის მომღერალი ბანი ყავს სახელმწიფო გადატრიალებაზე კაცო ეჭვმიტანელი და ამ მდგომარეობამდე როგორ მიიყვანე და რა ხდება შეხედეთ ქვეყანაში საშინელ მდგომარეობაზე მოწამლაზეა ლაპარაკი და სწორი პოზიციები ჩამოაყალიბეს თუ კი უსმინეთ იმ ადამიანებსაც რომლებიც ამბობენ და აგერ ბატონი დავითის გამოდიოდა ეს ვერდიქტი ვისაც დაუდეს ეს იმას კი იმიტომ კი არ ვამბობთ რაღაცა ფაქტს ვამბობთ ეხლა ეს ფაქტი ასეთ ვისაც დაუდეს უნდა ჩავფიქრდეთ რას ნიშნავს აინთო რაღაცა კიდე ერთი აინთო ადრე მეორე აინთო მესამე აინთო ეხლა კიდე ესეც აინთო და ვინ აკეთებს ამას კოტე კემულარიას ჰქონდა შეგიძლიათ იმაში ნახოთ რა ქვია საინტერესოა ვიღაცას მოწონს კოტე კემულარია ვიღაცას არ მოწონს იგივე როგორც ნებისმიერ პიროვნებაზე შეიძლება ესე ვილაპარაკოთ ნებისმიერ თქვენგანს როცა აფასებს სხვას ეს ჩვეულებრივია დააქცია ქვეყანა არ დააქცია კიდე ცალკე კრიტერიუმებია და მე მინდა რომ აი კოტეს კემულარია რომელიც იყო იურისტია და სხვათა შორის სწორედ ამითიც ახსნა რომ აი მე როგორც იურისტიო ხო და ნამუშევარი სხვადასხვა თანამდებობებზე რაც ახლა ხდება 5 დღეში იმისი რა ქვია დამთავრება გამოძიების როცა 2019 წლის საქმეს იძიებდნენ და ახლა დაამთავრეს დღეს მოვიდა პასუხი რომ კი ბატონო სახელმწიფოს უფლება აქვს თავისთავად დაიცვას კი ბატონო გადაამეტა დემონსტრანტთა ნაწილმა რაღაცა იმაში და ფაქტია ხო სიმართლეს ამბობენ ეს ადამიანები რასაც ჩვენც ესე ვფიქრობთ ფაქტია ხო გადაამეტა რამ გამოიწვია ეს ცალკე თემაა კიდე რომ კაცი მაგ მდგომარეობამდე რომ მიდის რომ გადაამეტა მაგრამ მე შენ რა გამოიყენე იმასაც კი ვერ ამბობ რა გამოიყენე იმიტომ რომ ისე აუბურდეთ რომ გინდა თუ არ გინდა უკვე იმათი გამოძიება უნდა ჩაერთოს იმიტომ რომ ძალიან აბურდულია რა აი მომხრე და მოწინააღმდეგე ძალიან ისე უნდა იყოს რა გინდა თუ არა რომ აი ძალიან რო გინდა რომ გაამართლო თორე სხვაგვარად შენს კითხვა გიჩნდება კაცო სხვა პასუხებს რატო ვერ ცემდი ანუ გამოძიება 5 დღეში დაამთავრე გამოძიება ქიმიური იარაღი იყო თუ არა გამოყენებული და თან ყველა რო ხედავთ რომ რა ხდებოდა იქ
ხო, გინდა არ გინდა ვერდიქტია. ვერდიქტისკენ მიყავდა ვინ არის ამის გამო, ვის აწყობს? ორი კაცია, ხო, ამისი წყარო. ერთი შემსრულებელი, რომელიც კარგად ასრულებს ყველაფერს, სხვათა შორის, კობახიძე, მისი გუნდით ბოლო კოხორტაა იმისი ბეძინა ივანიშვილის. აი ამას ეკადრობა ეხლა. ეს არის სულ ბოლო, რომელიც მან გამოიყვანა. ის მომენტი ეხლა რომ ვიღაცებს რო აქვს რომ ვისაც უნდა მე როგორც უნდა დასვავს. არ მგონია. თქვენც დაფიქრდით აბა ამაზე. აღარ არის დაილია. და გამოიყვანა კოხორტა, რომელმაც წინას გასამართლება დაიწყო. და წინაზე თქვა რომ რაღაცეები ეშლებოდათ და ეს რაღაცეები თვითონ ჩათვალეს რომ რაღაცეები ეშლებოდათ და 7 მილიონი რაღაცაა. მასშტაბები იმხელა აქვს თვითონ რომ 7 მილიონი რაღაცაა. ამ ქვეყნის კვალობაზე როცა 7 მილიონი განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისთვისაც სერიოზული დანაშაულებებია და ჩვენთან ისე რა არის რა ეს ამბავი რა ჯერჯერობით აი ეს ერთ-ერთი ვარდენტა წამოწეული. ასე დღეში აი ამით ხვდებით. რა მდგომარეობაა ციხეებში, რა მდგომარეობა თქვენ ეს პოლიტიკური ძალა, რომლიდანაც მე ხლა ვლაპარაკობ და ეს ტელევიზია. არის პირდაპირ შემოქმედი იმისა, რაც მოხდა 2012 წელს. ხო, რეალურად აქედან დაიწყო პატიმრების საქმე და საბოლოო ჯამში განწყობა ადამიანების ემოციური განწყობა, ის რაც თითქოს ყველამ ვიცოდით, საიდან წავიდა. ხო, აქედან გამომდინარე, ამ ტელევიზიას დღეს ვალდებულება აქვს იმისი, რომ ილაპარაკოს, რომ საპატიმროებში და დაპატიმრებამდეც უკვე ბევრი პრობლემებია შექმნილი, ძალიან ბევრი. რატომ მივედით აქამდე? ეს ხო დავძლიეთ ერთხელ, სულ ყველამ ერთად დავძლიეთ. თვითონ ისინიც გიჟები ხო არ არიან, ამბობენ რომ კი, ფორმებს ამბობენ. ჩვენ უფრო მეც ველოდით მათგან, რომ მონანიების მომენტი ქონოდათ, რომ ეს რო ვქენით, საშინელება ვქენით. თქვენს ამბობენ, გადაცდომები ქონდა. ჩვენ მეც ველოდებით. ვიღაცისთვის საკმარისია, მაგრამ ეხლა სად შევედით? სად მივედით? მიწებს ვყიდით. ანუ თუ ადრე წელიწადში თქვა 1, ანუ 2 ძიმე შეცდომა იყო, მერე გახშირდა ყოველ მაშინ რა ქვია, 3 თვეში მძიმე შეცდომების რიგის წასვლა მთელი. დარტყმები, ქუჩებში გამოსვლები, გავრილოვის ღამეები და რეები. და ეხლა ტყვიან რქევებით მიდის. 1, მეორე, მესამე. რა მდგომარეობაში ვართ? აი მე ვფიქრობ, რომ აი თქვენც ალბათ ამ კუთხით შეხედეთ რა სიტუაციას. რომ რა ხდება ქვეყანაში და სადამდე ვართ მისული. სოფლიოში იბადება ახალი წესრიგი, ლაგდებიან, უთხრეს რომ ზელენსკიმაც კი არჩევნები უნდა ჩაატაროს და ზელენსკიმ მზად არის და ამბობს კი ბატონო ჩავატაროთ არჩევნები და ამ არჩევნებამდე მიღწევა ეხლა ამ ხელისუფლების ამოცანა რომ მიაღწიოს და მე შეხედოს რომ იქ როგორ დალაგდება სიტუაცია. მე ისიც არა ვარ, ერთი ამბავი ქონდა იქით ლიბერალურ ტელევიზიებს კიდე ატეხილი. ასე ეგრეთ წოდებულს უკვე აქტორი შეიძლება ითქვას უკვე ოპოზიციურს. გაგვაერთიანა ხელისუფლება. ალტინფოს ეუბნება რომ შენ ხარ ნაცების და აი ლიბერალების მხარეს გამოდიხარ. ალტინფოს ეუბნება. პარლამენტოს დიდი ხანი ამბობს. ის გახსოვთ როდიდან რომ პირველივე შესვლისთანავე ფაქტობრივად ეს მოხდა. კვირიკაშვილის დროს. ხო, პატრიოტთა ალიანსთან ეს მომენტი იყო. დანარჩენებთან არც კი თვლიდნენ. თუ კი სხვა ძალები არსებობდა, განადგურდა, ხო, პოლიტიკა ფაქტობრივად განადგურებულია. ასეთ სიტუაციაში მე ვფიქრობ, რომ საფიქრალი ნამდვილად გვაქვს. სულ ყველას გვაქვს საფიქრალი. მიწა იყიდება კიდე მაშინ პენელების დარტყმები მიდის რა პირდაპირ საკუთარ კარში, პირდაპირ პენელების დარტყმა. რატო აკეთებენ ამას? ვიღაცები თვლით, რომ ესია გამართლებას პოულობს ესეც რა, ძალიან არის წრეც ადამიანების შეხება ყველა პატარაა საქართველოს. რომ იცი რა ვაფშე ათეთრებს ეს კაცი ფულს, ის არაბული ინვესტიცია. არაბული ფულით თავის იმ დანაკარგს, რომელიც აქეთ ამხარე მიაყენა საბანკო სისტემით, ხო, აი ამაში ხო უნდა გააправოს. და ამიტომ აправებენ, რომ ქართული მიწის გაყიდვა შეიძლება. საოცარია. აი რა კომბინაცია უნდა მოიფიქრო, რომ აი ეს არაბული პროექტი კარგია,
რაც არ უნდა საიდუმლო მუხლი იყოს, აი რა უნდა იყოს ისეთი. ეს როგორ უნდა გაამართლო? ფრანგი არ ყიდის ხალხო. აქ ამ ტელევიზიაში ვლაპარაკობდით, რომ ფრანგი ჩვენი მეგობარია, როცა ორშაბათობით შეხვდარ, გიორგი, რომელიც პირდაპირ მეუღლე ყავს ფრანგი, ხაიზახის რომ სახლი ჩვენია. მაგრამ მიწა არ არის ჩვენი. ფრანგებზე არა აქვს მიყიდული საფრანგეთს. არ ყიდის ევროპა, ეკონომიკა, რომელიც ძლიერია, ფრანგული ეკონომიკა გერმანულის მერე. ის არ ყიდის მიწას. ევროპაში არ ყიდიან ესე მიწას. იმ ევროპაში, რომელ ევროპაშიც რასაკვირველია პრობლემა არის მიგრაციის, სერიოზული პრობლემაა. იმ დონეზე, რომ ტრამპი უკვე უნება, მიხედეთ რა თავს. ხო, არის ეს პრობლემა, არა დაქცეული არ არის. ევროპა არა ჩვენზე ბევრად კარგად იქნებიან კიდე დიდხანს. ამიტომ მე რასაც ვფიქრობ ერთია, რომ იქნება მოვახერხოთ, რომ აი რაღაცა დონეზე გავაგებინოთ უკვე იმ ნაწილს ველაპარაკები და იმ ნაწილთან ჩვენც ველაპარაკოთ, ჭუბით არა, რომ აი ხელისუფლებაში მათი ყოფნა მიდის იქითკენ, რომ ფორმა უნდა იყოს მოძებნილი, როგორ უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება. და ამაზე იფიქრო, რომ რაც შეიძლება მომგებიან სიტუაციაში დავრჩეთ, აი ამ დიდ ასე ვთქვათ, აი სიმართლეზე ლაპარაკი მიდის ახლა. ხო, ტრამპი რას ამბობს? ტრამპი ამბობს, რომ მე არა ვარ მხარე. ვერ ვიქნები მხარე. ასე უნდა იყოს ნებისმიერი. ჩვენც ვერ ვიქნებით მხარე საქართველოს. და შიგნითაც მხარეები არ უნდა ვიყოთ. სიმართლე როგორ არის უნდა იყოს მთავარი. ყველაზე მთავარზე დავიდა. მე ამას რატომ მოვაყოლე? აი ის პრობლემატიკა, რომელიც ის სასოწარკვეთა, რომელიც არის ჩვენს იმაში, რა ქვია, საზოგადოებაში. ეძებენ, ვიღაცა ჭკვიანები უნდა გამოჩნდნენ. პრობლემაა ის, რომ აი ვიღაცამ უნდა აიღოს პარტიები, ფუნქციას ვერ ასრულებენ. იმიტომ რომ გაანადგურეს ყველანაირი ფორმით. ეს პრობლემები ყველგან არის, თითქმის ყველგან. შტატებშიც პრობლემებია, ბრძოლა, ევროპაში პრობლემებია, ბრძოლა, ჩვენთანაც ბრძოლა. ოღონდ ეს ბრძოლა გადავიყვანოთ იმაში, რომ ნეგატივიდან პოზიტივში გადავიდეთ. არის ამის შანსი. პოლუსების ორპოლუსიანობა ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში თუ ეს ორი პოლუსი არ თანამშრომლობს ერთმანეთთან, მაშინ ომია. თანამშრომლობა უნდა იყოს სახელმწიფოში შიგნით პოლუსები უნდა იყოს. რასაკვირველია, აუცილებელია. ოღონდ თანამშრომლობა უნდა იყოს. სხვაგვარად არ გამოვა. ხელისუფალი, რომელიც ამას ვერ ხვდება, საშიშია. დღეს რეალურად ჩვენ დაგვისვამენ საკითხს, თუ კი უკრაინაში ჩაატარეს არჩევნები. აქ არ გადგება ეს საკითხი? პუტინმა დააყენა, ხო ეს საკითხი, რომ ხელის შეწყდება თუ არა ომი, მაშინვე არჩევნები უნდა ჩატარდეს იმაში, რა ქვია, უკრაინაში. სწორი არ არის? ტრამპი ცუდ რამეს უჭერს მხარს, თუ სწორა იმაში, რომ ჩავატაროთ არჩევნები, ნაღდი. უკრაინაში რასაკვირველია იქნება ძალები, რომლებსაც სურთ, რომ ომი გაგრძელდეს. ჩვეულებრივი რამე უნდა იყოს. წაგებულში ყოფნა ძნელია, მაგრამ არის მეორე ნაწილიც, რომელიც ფიქრობს, რომ გავიგე. მაგრამ თუ კი მთელი მსოფლიოს მეუბნება, რომ რაც შევძელით. ეხლა რო არ გაელახე ძალიან გავაჩერეთ სიტუაცია. ეხლა დალაპარაკების დრო დადგა. ჩვენთან არ იყვნენ ამას. ჩვეულებრივად ხო აქაც არ დადგება ეს დრო მოლაპარაკებების და რისთვის ვართ მზად. ვიღაცემა უნდა დაგვისვან და საიდან უნდა დასვან. ისევ ამ წრიდან ხო? და დავფიქრდეთ რასაკვირველია მათ ექნებათ გარკვეული გავლენების პრეტენზია იმაზე, რომ კონდეთ. გინდათ ამერიკელებს, გინდათ რუსებს, გინდათ თურქებს. რა ვიცი, ჩვენს მეზობლებსაც კი, აზერბაიჯანი, სომხეთი. რეალურად ყველას აქვს, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს. ჩვენი პრეტენზიები გვაქვს.
ხო, ჩვენი გეგმები გვაქვს, მეზობლებთან ურთიერთობაში როგორ ვიყოთ. ფიქრობ, რომ ეს სავსებით ნორმალური რამეა. ოღონდ კიდევ ამბობ, ფორმა ყველაზე მეტად ეხლა მთავარი რამეა. ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას გარკვეული ფორმით ამართლებს და ცდილობს, აი ამ ადამიანებთან კონტაქტია საჭირო. ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან. ჩვენი გუშინდელი თანამოაზრეებიც, შეიძლება ზოგი მეგობრებიც, ისევე როგორც ამ მხარესაც არიან, თანამოაზრეებიც, მეგობრებიც. ამიტომ დავიწყოთ რა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიწყოთ. ერთმანეთის გინება კი არა, რომ ამაში რაღაც ესეც დაბადებაა, ოღონდ ჩვენ ომში ვართ და მაინც ხომ უნდა მოვილაპარაკოთ. და დავიწყოთ ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლება, რომ ხელისუფლება გადადგეს და მომზადებული დახვდეს იმ არჩევნებს, რომელსაც ფაქტურად მსოფლიოც ელოდება. ხო, ელოდება მსოფლიო რა, აი როგორ უნდა დაალაგდეს, რა უნდა იყოს ამ ქვეყანაში. დიქტატურა? თუ ყველგან ცდილობენ უკვე რომ რაღაც ფორმები მოძებნონ იმისი, რომ ნორმალური თანამშრომლობა განვითარდეს ქვეყნებს შორის. ჩინეთი და ინდოეთი, კონკურენტები დაპირისპირებული მხარეები. ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, კონკურენტები და რაღაც ნაწილში დაპირისპირებული მხარეები. რუსეთი და ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი. რეალურად ეს ქვეყნები ფაქტობრივად ევროპა, ვიღაცამ ჩათვალა ევროპა კი არა, თურქეთის თამაშობს, ბრაზილიას თამაშობს. ჩვენი ქვეყანაც კი თავისი წილით უნდა ითამაშოს. და შევძლებთ რა ამ თამაშში სამართლიანად, რაც გვეკუთვნის, ყოველგვარი ჭხუბების გარეშე, რომ ეს დავანახოთ, რომ სამართლიანები ჩვენ შიგნითა ვართ, რომ ოსმად და აფხაზმა კოლეგები ლაპარაკობდნენ, რა უნდა დაინახოს აქ. აი ჩვენთან ერთად სახელმწიფოზე როცა ლაპარაკი, რა უნდა დაინახონ? რა დღეში ვართ? ერთმანეთთან დამოკიდებულება გვაქვს, რამის არის Facebook-ზე რო შეხვალ გინების დონემდე ვართ უკვე. სასოწარკვეთამდე ვართ მისული კაცი ეგ პარლამენტის წევრი, საკრებულოს წევრი, ჟურნალისტი, აი ყველაფერი სასოწარკვეთამდე მივიდა, რომ სასამართლოს რახან ვერ ხედავთ, რომ ცეცხლი უკიდია, წავიდა ცეცხლი წაუგია. იმასაც ვერ წაუგია. ისიც მაინც იმაში დატოვა. ის გამახსენდა გოგა ხაინდრავას ფილმში შესრულდა ქართველი ხალხის სამართლიანობის აღდგენა. კინოში. ისე გააკეთა რა ამანაც. ცეცხლი ვერ წაუგიდა, მაგრამ წაუგიდა. რეალობაში რაღაცეები იმაში გადავიყვანეთ უკვე. სამართლიანობა ვერ აღვადგინეთ. მე ადამიანები დღემდე არიან, რომლებსაც წართმეული ქონებას კი ვერ დაიბრუნეს. ძალიან ბევრია ესეთი. ვერ გამართლდნენ რაღაცეებში, არის ესეთი ადამიანებიც. ხო, ვერ მივედით. სამართლიანობამდე ვერ მივედით. გუნდური, აი დღეს ის გუნდი იყო, სამართლიანობა მათთვის იყო. მე ეს გუნდი მოვიდა, ახლა სამართლიანობა ამათთვის არის და ხალხისთვის როდის უნდა იყოს. ანუ ხო ბევრისთვის უნდა გაიყოს. ამიტომ რეალურად მე ვფიქრობ, რომ ზაობა იმისი, რომ რაღაცა ისეთი მრავალპარტიული, მრავალსაზოგადოებრივი ფორმაა მოსაძებნი, პლატფორმებია მოსაძებნი საფიქრალი, რომ არჩევნების მომენტი რო დადგება, როგორ ხვდებით ამ არჩევნებს. არა და დადგება. ნებისმიერ შემთხვევაში დგება ეს არჩევნები, ჩანს ეს უკრაინის არჩევნების მერე აქ დადგება საკითხი, რომ არჩევნები ჩატარდეს. როგორ უნდა შევხვდეთ ამას, ეს გვაქვს საფიქრალი. ამ ხელისუფლებას რო ვანდოთ, დაგვანახა რა, ამაზე მეტი რა უნდა ინახებინა. ამაზე ნდობა არ შეიძლება. ეს ჩვეულებრივი რამეა. ისინი მარტოები რო არ მიიშვებოდნენ, ესეც განახულია უკვე. და დაყოფილია. სხვადასხვა გარკვეული ისინი შიგნითაც არის გარკვეული თამაშის, ასე ვთქვათ, წესებზე შეთანხმებულები. მაგრამ არიან შიდა კონკურენციით. აქეთ ამ მხარესაც დასალაგებელია. ხო, აქეთ ის მხარე, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ დავარქვათ ესე ტრადიციული მემარჯვენე,
ხო, ფსიქოლოგიის ადამიანები, რომლებისთვისაც გასაკვირველია მისაღებია რაღაცამდე თავისუფლება, ჩვეულებრივი რამეა, რაღაცაზე არათუ მისაღებია მისა ბაძიც არის, მაგრამ არის რაღაცა, რაზეც ვერ თანხმდებით. ოღონდ თანხმდებით, რომ თანაცხოვრება გვაქვს. იმიტომ რომ საუცილებელია, თანაცხოვრება უნდა გქონდეს ყველას და ყველანაირთან. ყველას შეუძლია ამ საზოგადოებაში მონაწილეობა მიიღოს. ასე იყო და ასე იქნება. ეს სახელმწიფოშიც ესეა, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებშიც არის ესე. საზოგადოებაშიც ესეა. თქვენ წარმოვიდგინეთ ექსტრემალურ პირობებში რო საზოგადოებაა, ხო, ციხეში როა, იქაც არის რაღაც გარკვეული დაყოფა იერარქია, მაგრამ თანაცხოვრებაა. ერთმანეთს კი არ ხოცავენ. თანაცხოვრება არის. ეს შეუძლია და აკეთებენ ადამიანები ამას. ჩვენთანაც უნდა შევძოთ, რომ თანაცხოვრება იყოს. სხვანაირად არ გამოვა. საზუსტარკვეთა მაშინ კიდე ბევრი იქნება. და მე თან რა იცით, განა ვერ გამოვალთ, რომ სულ ყველა გამოვა ამ მდგომარეობიდან. მაგრამ დაზიანება რამდენად მეტია, მოგება არის შეიძლება, ხო, ეს უკვე დამოკიდებულია თვითონ იმ ერზე, რომელსაც თვით განცდა იმისა აქვს, რომ ერია. ეს არ არის მხოლოდ ადამიანების კრებული. მათ აქვს რაღაცა საერთო. ერთ ენაზე მეტყველებენ. ეს უკვე საერთოა. აი ხშირად მე იმის გვერდზე ვერ დავდგები, აი მასთან ერთად როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ერთ ენაზე ვლაპარაკობთ. ერთიან კულტურაში მოვიაზრებით, რაღაცები გვაქვს თვისებები, რომ ის კი არა ჩვენთან ვინ ცხოვრობდნენ, ერები იმათაც კი მსგავსი ისინი გაუშვათ. ანუ ჩვენ შევძელით რაღაცა საერთო კულტურის ჩამოყალიბება. ჩვენთან დიდი ხნის მაცხოვრებელმა სხვა ერებზეა ლაპარაკი, ქართული მენტალობის მომენტები შეიძინეს. ანუ გვაქვს ჩვენი. აქ მაცხოვრებელი სომეხი, აქ მაცხოვრებელი ებრაელი, ხო, განსხვავებული არის თავის ქვეყანაში მაცხოვრებლებისგან. ანუ ამას იმიტომ რომ ჩვენ ეს კულტურა ვართ. და შიგნით რასაკვირველი არიან ადამიანები, რომლებთანაც კიდევ ამბობ, შეიძლება კარგი ჟურნალისტია, შეიძლება არ არის კარგი ჟურნალისტი, შეიძლება კარგი პოლიტიკოსია, შეიძლება არ არის კარგი პოლიტიკოსი, მაგრამ პოლიტიკოსია. თავისი საქმე ხომ უნდა აკეთოს. აქ ამაზეა ლაპარაკი. და თავისი საქმე რა არის? რა განდეს? ხო? ადამიანებმა განდეს იმის გამო, რომ ჩათვალეს, რომ შენ შეგიძლია აგირჩიეს, ხელფასი დაგინიშნეს, რომ მოუვლი ოჯახსაც და არანაკლებ მოუვლი სახელმწიფოსაც. ამიტომ გირჩევენ. და შენ მარტო შენ ოჯახს უვლი და რაღაც აწერე, იძულებულები ხართ, რომ კარტალურად გარიგდეთ, რომ სხვანაირად თქვენც ვერ მოიგებთ. ხო, ფული ხომ უნდა აკეთოთ. ხო, ოჯახი რო არჩინოთ. იმათთან უნდა გარიგდეთ და ოღონდ ეს წერე მარტო. სანამ ეს სისტემა არ შეიცვლება, არ გვეშველება. და ეს სისტემის შეცვლის გზები არსებობს. არსებობს დიქტატურაშიც, კაცო. არიან ეგეთი ტიპის ქვეყნები. იყვნენ, ნელ-ნელა იქაც შეიცვლება ბევრი რამე. იმიტომ რომ რეალობაში გამოჩნდა, რომ კონკურენტ უნარიანმა გარემო, იმიტომ რომ კონკურენტიანობა არის, მაინც აჯობა არ არის, 10 თნოლი არ მოუგია. მაგრამ მოუგო. მოუგო დაანახა, რომ მოუგო, თორე ეს 10 თნოლი მოიგო, ეგრე არ არის. იმას აქვს თავისი რაღაც გარკვეული სიკეთეები, იმ დიქტატურასაც, იმ მართვის ფორმასაც მოახსია დღემდე. ბევრი კულტურა ამას იღებს ჩვეულებრივად. მაგრამ ის მოხდა სინთეზი ხო ამ ყველაფრის. შეიცვალა ეხაც ბევრი რამე. ხო, ყველგან მონარქიები შეიცვალა, ფორმები მიიღეს, ზოგან დიქტატორები არიან, არის რეალობა რაცა. ზოგან სისტემა ესეთი საინტერესოა ჩინური სისტემა. ხო, სხვა კულტურაა საერთოდ. ყველაფერი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ყველაზე კარგი მოდელია. ჩვენს ამ მოდელმა ჩვენში მუშაობს, მონარქიების დროსაც მუშაობდა. ჩვენთან სამეფო კარი ბევრ რამეს წყვეტდა. ასე რო არ ყოფილიყო, დავით აღმაშენებელი არ გვეყოლებოდა. ასე რომ არ ყოფილიყო რთულად, მაგრამ თუნდაც თამარის ეპოქა არ შეიქმნებოდა. ასე რომ ჩვეულებრივი რამე არსებობს ეს რაღაც გარკვეული და აუცილებლობა ალბათ ეს. ჩვენ შიგნით კიდევ მტრობა ქვეყანა რიგდება, სომეხი და აზერბაიჯანელი მორიგდა. ერთიან ეკონომიკას და ერთიან კავკასიაზე ლაპარაკობენ.
და ჩვენ როცა ამას ვლაპარაკობდით, რომ ერთიანი კავკასია აიბიჭო სომეხი და აზერბაიჯანი ვერ მორიგდება რა, ვერ იქნება ეს კავკასია ერთიანი. მწერები ჯდებიან სალაპარაკოდ. ეროვნულ მტრობად რომ მიიჩნევენ. აქ ხელისუფლება აგენტებს ეძახის უყველას. ანუ ყველას ერთად ებრძვის. იმიტომ რომ აგენტი ნიშნავს ეს რახან აგენტი ყავს გამოშვებული ჩემთან მტერი ხარ. და სულ ყველას ებრძვის. სულ ყველას აგენტია, კაცო, რუსეთის აგენტიც არის, იმისი ევროპის აგენტიც არის, ამერიკისაც არის, ყველა აგენტია. საოცარი ის არის. ანუ რას ნიშნავს ყველას ერთად ებრძვის, კაცო? ასე გინდა რომ მოიგო? გაჭირდება. ნახეთ ეს უკვე. მერე ზემოქმედებას ახდენიო და ვაბრალებთ რომ ისინი ახდენენ და ჩვენ თვითონ გავაკეთეთ. იმათმა ზემოქმედებები მოახდინო. ყველას ერთად ებრძვით თურმე. და დაულაგდეთ რა ბრძოლა. ყველასთან დაულაგდეთ და აგენტები თუ ყავს იმათ აგენტები დაალაგდი მაშინ. აბა სხვანაირად როგორ უნდა გააკეთო? თუ მოუგებ ყველას ერთად, ზელენსკი ვერ მოუგო, ყველას ერთად კი გაყოფილზე ვერ მოუგო, ნახევარზე გაყოფილზე ვერ მოუგო. ვინმეს მხარეს? მხარე იყო კაცო და არანაკლები. აქეთ ამ მხარე როგორ ფიქრო, მე გვინდა ესე? ვიღაცის მხარეში ვიყოთ. თუ გვინდა რომ კარგად ვიყოთ და თუ მხარეობა ერთი ნაწილი ამბობს რომ თუ მხარეობა, მაშინ ამ მხარეში ჯობიაო. ვეთანხმები. თუ მხარეობა, იქ უფრო ხელი მეტი შეიძლება იყოს. ქვეყნისთვის კაცო განვითარების ხელი მე ამას გულისხმობ. ქვეყანა ღონერი რო იყოს, მაგრად რო იყოს. არა, მეტი შანსია. ამათთან თან ახლოს ვართ, გამოვიყენებთ ამ სიტუაციას და მოვახერხებთ. ლეგალურად კარგად. მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი მართლა ისე დავალაგოთ, პოლიტიკა თუ აქციოთ. და ყველას წილის გათვალისწინებით. აბა სხვაგვარად როგორ გინდა იმ კორიდორში აღმოჩნდე, ეკონომიკურ კორიდორში და კარგად იცხოვრო, მშვიდად იცხოვრო. არა გინდა თუ არა მხარე ვიყო. და მხარეები თვითონ ამობენ, რომ ჩვენ თანხმდებით რა ნელ-ნელა. გავყოფთ ყველაფერს. ოღონდ სამართლიანად გავყოფთ. და ჩვენ შევხვდეთ რა სამართლიანად ჩვენს ამ ყველაფერს. შიგნიდან დავიწყოთ სამართლიანად დაალაგება, სხვაგვარად ხო არ გამოვა. დავალაგოთ რა სამართლიანად. ამათ სხვაგვარად ვერ გავაგებინებთ. აღმოჩნდებით ისევ იმაში, რა ქვია, ენშპილი ხო, დაძაბული იმაში ვიქნებით. და რატო? თორე იმოქმედებენ. რა თუნდა ამას ლაპარაკი? და ამას რომ ვაფრთხილებთ ვიღაცებს გინთებენ, წითელი აგინთეს, არამედ ყვითელი აგინთეს. ეხლა უკვე ორი წითელი ერთად აანთეს. და დაფიქრდით რა, კისერს რო ეტყობ, თქვენი ვისკი არა ვართ, კაცო გულშემატკივრები. ამიტომ კი არ გეუბნებით ამას. გეუბნებით რომ ფაქტია ესე, კისერს მოიტეხავთ. და მე ჩვენც გვწყდება ეს კისერი, კაცო. ჩვენ კი არ გიხარიეთ, თქო რომ მოიტეხავთ კისერს, ჩვენ კი არ გვიხარიეთ. ქვეყანა აღმოჩნდება რომ რთული მდგომარეობით შედის. შეიძლება მოგებული მისულიყო თამაში და უკვე წითელი ანთებული ჩემოდის ვიღაცა სხვა სათამაშოდ. რატო აგეზე ამას დაალაგე რა? შენ თვითონ დაალაგე და ამითი მოიგებ. სამართლიანობით მოიგებ. არ უნდა 51% ჩემია. მოეშვი ამას. მოიგებ იმით რომ სწორ თამაში თამაშებ. ასე ხდება თელ ცხოვრებაში, სულ ასე უნდა იყოს. და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ალბათ დღება ის დრო რომ ქართველები დავიწყებთ ფიქს იმაზე რომ თანდათანობით ქუჩაში გამოსვლაც ვისწავლოთ. დაცინვას თავი დავანებოთ. ისინი ქუჩაში რო დგანან, თუ იმათთან ერთად არ ვდგებით, ეს არ ნიშნავს რომ იმათ დავცინოთ. და ის კი არა შეიძლება, იმან უკვე დაგვაყენა ერთად. იმათმა დაგვაყენეს და თქვენ რომ თქვენ ერთად ხართ. თქვენ ყველანი ხართ ნაცმოძრაობა, თქვენ ყველანი ხართ ამერიკელების, რუსებისაც ამბობენ, იმის deep state-ის და სულ ყველას ამის აგენტები. ისინი ესე გვიყურებენ. ხა ჩვენ როგორ დავინახავთ ამ ყველაფერს და ჩვენ როგორ უნდა შევხედოთ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. თუ იმაში რა ქვია მოუყვებით, რომ ან აქეთ ამ მხარე უნდა დავინახოთ, ან იქით ამ მხარე, მაშინ წავაგებთ. და თუ დავინახავთ რომ ყველანი დაულაგდეთ ერთად ეს მხარეც და დაალაგებული უნდა შევხედოთ ამ სიტუაციას და მოვთხოვოთ რომ
მოემზადოს იმისთვის, რომ გადადგომასთვის რა ხელისუფლებამ უნდა ჩაანაცვლოს, ვინც ჩაატარებს არჩევნებს, ამისთვის მოემზადოთ, რანაირი ფორმით ვატარებთ არჩევნებს და ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, რომელი არჩევნებითაც შეთანხმდება ყველა მხარე, რომ ნამდვილად ამ ხალხმა გაიმარჯვა. და არა ის, რომ ამათ რომ ემიგრანტების უფლება მივცეთ, ამათ რომ პარტიების უფლება მივცეთ, მაშინ ჩვენ ხო წავაგებთ. ესე არა. მართლა ჩავატაროთ არჩევნები. და იქ გამოჩნდება რა ყველაფერი, რომ ქვეყანას სწორი არჩევანის გაკეთება შეუძლია. ავის მე ამის იმედი მაქვს, რომ აქამდე მივარ. დიდი მადლობა სულ ყველას, ვინც მისმენდით. გისურვებთ, რომ ავის ვიფიქროთ ჯერ ამაზე და მე გზები მოგძებნოთ თითოეულმა ჩვენგანმა, როგორ დაველაპარაკოთ, ვის დაველაპარაკოთ იმისთვის, რომ აი მიზანს მივახციოთ. ღმერთმა ხნას, ღმერთმა შეგვაძლებინოს ეს ყველაფერი. კარგად ბრძანდებოდეთ, ახონეს.